თავდადებული საქართველოს მიმართ, ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების მიმართ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ღირსების მატარებელია, დიდი ღირსების, იმიტომ რომ მის საქმიანობა ძალიან ბევრი მტერი გამოუჩნდა. ძალიან ბევრი მტერი განსაკუთრებით მე სხვადასხვა ახლაც ვეომე საგადასახადოს. კაცო, რატო უნდა ის ვქნა გავყიდო მე შენთვის წიგნი, მე წერ და შენ ფული რატო უნდა ვერ არ მესმის. მე რო წერ შენ რატო უნდა გადაგიხადო, ფული არ მესმის. ასე შეჭამეს ეს კაციც. მაგრამ მაინც მიაქვს მაგ. ის არის საოცარი დიზაინერი თავისი საქმის. არის ნუ ახლა ვიცი ხა ოქროსი არა, მაგრამ ნაკეთობების ძალიან ბევრი კალმის ტარიც კი მე ისეთი მაქვს მისი ნანახი, რომელიც თითო ეგზემპლარია და რაღაც ესეთები დამზადებული. ის არის საოცარი ადამიანი და მრავალი წელია საქართველოშია და ურთიერთობ მასთან და ძირბატისზე მასთან ოფისშიც ვარ ნავყოფი. ბატონი მე შავიდი. გითხავთ? ესაა ძალიან კარგი. ნუ დავარქვა ჩემი სტუმარი ისრაელიდან, ასე დავარქვათ. თუმცა ამჟამად თბილისია. საღამოშვილის მოგესალმებით. ჩემი ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან ყოფნა. მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში აღვნიშნავთ განსაკუთრებულად დღევანდელი საღამოს. ბევრი ორგანიზების ფესტივალი ხონდა და ასეთი უშუალო არაფერი არ მოხდა. ეს ძებიან ასეთი რამე არ ნახე. ძალიან ძლიერი ხალხი ხარ, ძალიან საყვარელი ხალხი და დღეს ნიჩერების კიდევ ერთი დასტურია, რაც აქ ხდება. საერთოდ უნდა გითხრათ ერთი რამ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაიზარდა ჩემს ხელში აქ საქართველოში. უნიჭიერესი ხალხი ხარ, დამერწმუნეთ, ამას არ გეფერებით. გეუბნებით რაც არის სინამდვილე. არავინ არ მოგატყუოთ თქვენ ჭკუის სასწაული არავისგან არ გჭირთ. არც ევროპისგან, არც რუსეთიდან, არც ისრაელიდან საკმარისი ჭკუა გონება გაქვთ, რომ თქვენი ქვეყანა დაავადოთ. ასეთი რამ არავინ არ გითხრათ და არ დაუჯეროთ. უნიჭიერესი ხალხი ხართ და დიდი კულტურის მატარებლები. ეს დაგონი ვერ გადავრჩი. მიყვარს ის საჩუქრები. დღეს ეხლა არ თქვა ხილი ვერჩევნია. ქალბატონი მაიას თვის განსაკუთრებით შექმნილი ჯილდო ქვია მუზა. მუზა არ მოგაგდეთ ქალბატონო მაია. მადლობა ბატონო. ამდენი ხელოვნება იქ ჭრაჭერვაც კიდე. მე მგონია რომ აქ ვერ მაქვს ვიცი რომ მე მგონი არავინ არ ისმის. დიდი მადლობა. თქვენი ნაკეთობათ მე მეკნებოდა ნამდვილად. ხო, ეს ხალხია ბუმბული, არ დაომაგეთ იცით რატომ? ზოგჯერ მუზა რომ მოვიდეს. მუზა ჯილდო უკვე მიღებულია. დიდი მადლობა. მადლობა.